რანაირ ზეწოლას არ ვგრძნობ. თქმები ამ მოგზაურობით, თქმები ამ ისტორიით. ეს ჩემი ისტორია, რომელსაც თავად ვწერ. ჩემს გუნდთან, ჩემს ოჯახთან, ჩემს გულშემატკივრებთან ერთად. ვაკეთებ იმას, რაც ჩემგან მოითხოვება. შევდივარ გალიაში და 100%-ს ვდებ. ეს არის ის, რასაც აქამდე ვაკეთებდი და ის, რასაც გავაკეთებ. რა მოხდება მომავალში? ეს ღვთისნებაა. ამის კონტროლი მე არ შემიძლია. რაც შეეხება იმას, რისი კონტროლით შემიძლია. გარწმუნებთ, რომ ყოველთვის ვიმოძრავებ წინ და ყოველთვის ჩემი შესაძლებლობების 100%-ს დავდებ. მომავალ წელს ალბათ მინიმუმ 2 ბრძოლა მექნება. შეიძლება 3-იც. 4-ჯერ არ ვიჩხუბებ. ეს შეუძლებელია. ძირითადად იმიტომ, რომ წონის კლებაც მიწევს და ეს ადვილი არ არის. განსაკუთრებით ჩემთვის. საქმე იმაშია, რომ ეს ჯანმრთელობაზე აისახება. ეს ძალიან დიდი შრომაა. ასე რომ ვფიქრობ, 2 ან 3 ბრძოლა კარგი იქნება. ვნახოთ, რას გვიმზადებს მომავალი, მაგრამ ცხადია, მთავარი მიზანი არის ზრდა, როგორც სპორტის შიგნით, ასევე მის გარეთ. ბრძოლების მოგება და გამარჯვების მოპოვება. რა თქმა უნდა, პირველ ფინიშსაც ველოდები, ნოკაუტს. ასე რომ ღმერთის წყალობით 2026 წელს რამდენიმე ფინიშს ან ნოკაუტს მივიღებთ. არ ვარ ის ადამიანი, ვინც იტყვის, რას ვიმსახურებ და რას არა, მაგრამ მოდით რეალობას შევხედოთ. რეალობა კი ისაა, რომ ტოპ 15-ში ადგილს უკვე ვიმსახურებ, რადგან ბეგზად ალმახანმა უმარს ეჩხუბა, უმარმა კი მალევე ქამრისთვის იჩხუბა. ასე რომ შემიძლია ტოპ 15-ის მებრძოლთან ვიჩხუბო. ვნახოთ, რას შემოგთავაზებს UFC, მაგრამ უნდა იყოს ისეთი რამ, რაც წინ წამომწევს. რეიტინგში უკან სვლას არ ვაპირებ, წინ სვლას ვცდილობ. ტოპ 15-ში, ტოპ 10-ში და ტოპ 5-ში რომ მოხვდე და მერე რა თქმა უნდა ღვთის